საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მთელი დღის განმავლობაში მოქალაქეები სხვადასხვა აქტივობებში ერთვობოდნენ. წარმოდგენილი იყო კულტურული, სპორტული, საბავშვო და გასართობი აქტივობები, თეატრალური წარმოდგენები, მასტერკლასები და შემეცნებითი ქვიზები. ხელნაკეთ ნივთებს და აქსესუარებს ჩემი ბრენდი მაქვს, ნაისი ქვია სახელად და უკვე მრავალი წელია, 10 წელზე მეტი ალბათ, რაც ყოველთვის იღებ მონაწილეობას ჩვენ ქალაქში გამართულ ღონისძიებებზე. განსაკუთრებით მიყვარს დღევანდელი დღე, დამოუკიდებლობის დღე, ულოცავ მთელ საქართველოს, ჩემს სამშობლოს და ვუსურვებ, რომ ძალიან ბევრჯერ და დიდხანს მოგველოცოს ერთმანეთისთვის ეს დღე. მე გახლავართ გელაძე ნათია. დღეს ვარ მოწვეული დღევანდელი დღისადმი მიწვევ ღონისძიებაზე 26 მაისი დამოუკიდებლობის დღე. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველას გილოცავთ მთელი გულით. დღეს გვაქვს გამოფენა. ესე ჩვენ გვაქვს ხელნაკეთი აქსესუარები, რასაც ვაწარმოებთ ოჯახში. ხელით ამაში ვართ მთელი ოჯახი ჩართული. ვარ გორიდან, ანსამბლი სიონი და ვცეკვავთ ლაზურს. ულოცავ დღევანდელ დღეს მთელ საქართველოს მოსახლეობას და ძალიან მოხარული ვარ, რომ მეც ვცეკვავ ხალხის წინაშე. მნიშვნელოვანი თარიღია, მით უმეტეს იმ დროს, რომ მთელ მსოფლიოს აქვს ახალი გამოწვევები თავისუფლებასთან, დამოუკიდებლობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოება ყოველთვის ვაცნობიერებდეთ, რა რიგად მნიშვნელოვანია ჩვენთვის დამოუკიდებლობის თარიღების აღნიშვნა. მე ვფიქრობ, რომ დღეს გამოსული ადამიანები აქ სათანადოდ აცნობიერებენ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს. ჩვენ ვართ ანსამბლი სიონი, მთელ საქართველოს ულოცავ ამ შესანიშნავ დღეს და ჩვენც რა თქმა უნდა ვცდილობთ, რომ ყველანაირად გავალამაზოთ ეს დღე და რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის გრძელდებოდა, ისე გავაგრძელებთ ჩვენც რა.